მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში. საღამოშიდობის მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს ტელემოყურებელს. მადლობა მოწვევით. ბატონო შავა, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პრეზიდენტმა კიდევ ამჯერად მორიგჯერზეც დაანონსა უნებართო ვიზიტები, მანამდე კი საკუთარი ფინანსური რესურსით გაემგზავრა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. თქვენი გუნდი თქვენივე მხარდაჭერით არჩეულ პრეზიდენტს ფაქტია, რომ კონსტიტუციის განზრახ და უხეშ დარღვევაში ადანაშაულებთ და საბოლოო პასუხს უკვე ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან. დამატებით პირველ რიგში ეს მაინტერესებს, რა ტიპის პოლიტიკური, თქვათ, ბერკეტი არსებობს უნებართო ვიზიტების, ასე ვთქვათ, აღსაკვეთად. უბრალოდ სკოლისა რაც შეეხება თავად ამ ფაქტს და მას შემდეგ რა განხილვებიც მიდის, მათ შორის ოპოზიციაში, რომელსაც ხედავთ, რომ სპეციალური თათფირი მიუძღვნეს ამაზე კონსულტაცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარბაზში არ იყვნენ კენჭის პროცესში მონაწილეობა. კი ბატონო. ამას უნდა შევხედოთ, ერთ საინტერესო მომენტი არის. რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესს პარლამენტში კენჭისყრა შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონსტიტუცია. ოპოზიცია კიდევ ერთხელ საკუთარი წინ დაუხედავებით, ასე ვთქვათ, აჩვენებს, რომ ისინი თავათაც ეთანხმებიან ამ აზრს, რომ კონსტიტუცია დარღვეულია, იმიტომ სხვა მხრივ კენჭისყარს კი შედგება. თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ არ არის კონსტიტუცია დადგენილი, პროცესში შეწყდება, კენჭისყრა არ იქნება, ანუ ერთადერთი შემთხვევა, როცა შეიძლება შედგეს კენჭისყრა პარლამენტში, არის, რომ დადგინდება, რომ ნამდვილად კონსტიტუცია არის დარღვეული. ანუ გამოდის, რომ ამ თავისი წინსწრების შეთანხმებით ოპოზიცია მას დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. ეს ერთი, მეორე, თავად პრეზიდენტმაც ფაქტობრივად დაადასტურა ის და რომ დაარღვია კონსტიტუცია, ვინაიდან მან თქვა კიდევაც, რომ კერძო თანხები გამოიყენა ამისთვის, რომ ეს ვიზიტი განახორციელებინა, იმიტომ ის ხვდებოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყენებდა თანხას, რომელიც იმ ვიზიტისთვის, რომელზეც მას თანხმობა არ იქნებოდა, ეს გარდა იმისა, რომ იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა, ასევე იქნებოდა სისხლისამართლის დანაშაული, ანუ ბიუჯეტის სახელმწიფო საჯარო თანხების არამიზნობრივი გამოყენება. ანუ რეალურად დისკუსიაში და დიდ რაიმე საწინააღმდეგო ასსაც ვერ ვისმენთ, ხომ? რეალურად ყველა აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაირღვა. ახლა თუ კონსტიტუცია დაირღვა, ჩვენ რა ვართ თუ არა სახელმწიფო, ვცემთ თუ არა პატივს იმ წესებს, რომელიც ჩვენ ხალხმა დაგვიდგინა კონსტიტუციის სახით. გვინდა თუ არა, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირზე და ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორ გვინდა ისინი მიგვიღონ ჩვენ, როგორც ბარბაროსები, რომლებიც პატივს არ ცემენ საკუთარ ძირითად კანონსაც კი და რა ღირებულებებზე ვსაუბრობთ, რა ღირებულებებით მივდივართ ევროკავშირში ამ შემთხვევაში. ამიტომ თუ კი ყველა თანხმდებით პირდაპირ თუ არაპირდაპირ თუ ირიბი აღიარებებით, რომ კონსტიტუცია დაირღვა, მაშინ აქ სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ აღიარებული იყოს ამ კონსტიტუციის დარღვევა არ არსებობს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი გზა დღეს პრეზიდენტისთვის იქნებოდა, რომ მან აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და მან თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და თუ კი მაინც და მაინც ევროპაზე ვსაუბრობთ, ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. გაქვთ ამ ტიპის მოლოდინები, შესაძლოა გასცემ ტიპის განცხადება გააკეთოს საუბრობ ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ თვითონ ის ფაქტი და მე არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენ აქ საქმე გვაქვს არა შეცვლის ეს თქვა სამართლებრივად წარდგინება საკანიხილო საკონსტიტუციო. გეტყვით, ანუ ერთი მე თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტად მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ არათუ უნებლიეთ, გარკვეული ბუნდოვანებით ან ასე შემდეგ გადადგეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, მან იცოდა, რომ ის არღვევდა კონსტიტუციას. ერთი, იმიტომ სხვანაირად ის ხარც მიმართავდა რა ამ თანხმობისთვის, რომ მისი წარმოდგენა კონსტიტუციაზე ყოფილიყო და მას თანხმობა არ ჭირდება, ხომ? მან იცოდა, რომ არღვევდა კონსტიტუციას და ეს უხეში არის, ვინაიდან ხდება ფაქტობრივად უზურპირება ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს უფლებამოსილებისა, მითვისება კონსტიტუციურ უფლებამოსილების, რომელიც აქვს ამ შემთხვევაში მთავრობას სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან და ეს არის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დაანონსა კონსტიტუციის დარღვევა მაშინ, როდესაც ვიზიტებზე ასაუბრა. ვინაიდან მან თქვა ეს, ახლა არ ვიცი, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ დღეს მათ შორის მოვისმინეთ ზოგიერთი ევროპელი დიპლომატის რაღაც მეგობრული რჩევა, რომ შეიძლება ეს იმპიჩმენტის პროცესი ხელს უწყობდეს პოლარიზაციას. პოლარიზაციას თუ კი რამე ხელს უწყობს, არის არა კანონის აღდგენა, არამედ კანონის დარღვევა, არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის სწორედ ევროპული ფასეულობა და მე ვთქვი კიდევაც, რომ იმ ხალხს, მათ შორის ზოგიერთ უცხოელ დიპლომატს თუ პოლიტიკოს, რომელიც გვირჩევს, რომ შევეგუოთ კონსტიტუციის დარღვევას, მე უსურვებდი, რომ მათ ქვეყანაში ყოველდღე ირღვევოდეს კონსტიტუცია და მე ვნახავდი, როგორ განწყობაზე იქნებოდნენ ისინი. ამიტომ
ერთადერთი რაც შეიძლება პრეზიდენტის კეთილმის მსურველმა მას ახლა ურჩიოს არის ის რომ მან აღიაროს საჯაროდ რომ კონსტიტუცია დარღვეული იქნა და ასევე თქვას რომ ის აღარ დარღვევს კონსტიტუციას ეს იქნებოდა ღირსეული საქციელი ამ შემთხვევაში. ბატონო შავა, ნახეთ მას შემდეგ რაც მართლმა გუნდმა იმპიჩმენტის ინიციატივა გააჟღერა, ჩვენ მოვისმენთ აი ამ ტიპის შეფასებებიც, რომ დიახ კონსტიტუცია დაარღვია პრეზიდენტმა, მაგრამ აი ეს თუნდაც პოლიტიკური მაგრამ არის თუ არა ერთგვარად წითელი ხაზი. საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება უზენაეს კანონს, ხო? აი რამდენად არსებობს, ან რამდენად უშვებთ იმის ალბათობას, რომ ეს მაგრამ შესაძლოა ამ შემთხვევაში 9-ვე მოსამართლის მიერ იქნას გათვალისწინებული პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლო იმჟელებს თავის ვერდიქტს დადებს, თუმცა ერთი რამე არის აქ კიდე ხაზგასასმელი და ამიტომაც ვამბობ მე რომ აქ საქმე გვაქვს უხეშ დარღვევასთან კონსტიტუციის. საქმე ეხება ერთ-ერთ ფუნდამენტურ მოწესრიგებას ჩვენს კონსტიტუციაში, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის საქართველოს ერთი სახით წარმოდგენას საერთაშორისო ურთიერთობებში. და ეს რეგულაცია კონსტიტუციაში ასეც არის ჩაფიქრებული. თავის დროზე მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის დოკუმენტებიც არსებობს. თავად ქალბატონ სალომეს როგორც დეპუტატს ხმა აქვს მიცემული ამისთვის ზუსტად ამ შინაარსით. ვინაიდან ამ განხილვებში მეც გახდით საკონსტიტუციო კომისიის წევრი, მაშინ ითქვა კიდევაც მაგალითები მოყავდათ პოლონეთის, ფინეთის, სხვა მაგალითები იყო მოყვანილი, როდესაც ხდებოდა გაუგებრობა, ვინ უნდა წასულიყო ამა თუ იმ ფორმაზე და ჩვენც გქონდა ეს სიტუაცია, გახოთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, მაშინდელი პრეზიდენტი ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო იქ და სწორედ ამიტომ, რომ მიუხედავად იმისა, მაშინაც არ იყო მისი უფლებამოსილება, მეტი სიცხადე რო ყოფილიყო კონსტიტუციაში, სწორედ ეს სიცხადე შევიდა და ამას ხარი დაუჭირა ქალბატონმა სალომემ, მაშინ როგორც დეპუტატმა, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა და დღეს ის როგორც პრეზიდენტი ეწინააღმდეგება ამ ჩანაწერს. და კიდევ ერთხელ ეს იმიტომ არის უხეში, რომ ეს პრეცედენტული იქნება სამომავლოდაც. ჩვენ თუ დაუშვით ის რომ აქ შეიძლება ვიღაცამ საკუთარი გემოვნებით, საკუთარი რაიმე კეთილშობილი მიზნებით თქვას რომ თუკი რომ კონსტიტუცია, მაგრამ თუკი ადამიანი ჩათვლის პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეთაური თუ ჩათვლის რომ არის უფრო რაღაც სხვა მიზნები, რომელიც მას პირადად მიაჩნია უზენაესად, მას შეუძლია დარღვეს კანონი, არ ვიცი, ამას არანაირი კავშირი კანონის უზენაესობასთან, ევროპასთან და სხვა შორის არც ქართულ სამართლებრივ ტრადიციასთან არ აქვს. ამიტომაც არის იმდენად ცხადია ეს სიტუაცია და იმდენად დამაზიანებელი არის ამ საკითხზე, ამ ხრივ წარმოჩენა ამ საკითხის, რომ მე მიკვირს, რომ საერთოდ ამასთან დაკავშირებით აი რამდენად უნდა იყო ადამიანი მოსულნე, რომ ოღონდ რაღაცა განხეთქილებები მოიფიქრო, რომ პოლიტიკოსები, ოპოზიციის წარმომადგენლები არც კი უფიქრდებიან, საერთოდ რას უშვებიან ამით ხელისუფლებას, სახელმწიფოს რას უშვებიან. მათ შორის პროფესიული წრეების წარმომადგენლებიც უნდა დაფიქრდნენ ამაზე, რომ საკუთარი პროფესიული ღირსებას, რა თქმა უნდა, გაუფრთხილდნენ. გასაგებია, რომ ხა უცხოეთიდან შეიძლება სხვადასხვა მოწოდებები იყოს, ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ისე თქვა, რომ არ მაქვს მე წავკითხული კონსტიტუცია, მაგრამ მე ხარ რა არის იცით, ხა ისე არ უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუცია ხა შეიძლება ვიღაცისთვის არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ სწორედ იმიტომ არ ნიშნავს, თუ კი ვინმესთვის არ ნიშნავს, რომ ხედავენ აი ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნის შიგნით და ხედავენ, რომ პატივს არცემენ თავად გარკვეული წრეები პოლიტიკისა კონსტიტუციას და რა თქმა უნდა ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენ კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ეს კონსტიტუცია ჩვენია და ჩვენი დასაცავი. ბატონო შავა, ნახეთ, მაინტერესებს კიდევ ერთი დეტალი, რამდენად შესაძლებელია, ან რამდენად უშვებთ იმის ალბათობას, რომ შესაძლოა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთგვარად ივაჭრა პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით, გულისხმობ იმას, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ისინი იმპიჩმენტის პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას. ერთგვარად ამ ტიპის მოლოდინი არსებობს ფაქტი ამ მართლ გუნდში იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად ირაკლი კობახიძემ ასეთი რამ განაცხადა, კოლექტიური ნაცმოძრაობა დადგება პრეზიდენტის მხარეს და ასევე ცნობილია ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის ცხადი პოზიცია, რომ ისინი მართლაც იმპიჩმენტის პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას. ხო, აქ არის ორი მომენტი. ერთი მომენტი არის თავად ვინაიდან იმპიჩმენტის პროცესი ორი ესე ვთქვათ ნაბიჯისგან შედგება, ან ორი პროცესისგან შედგება. ერთი ეს გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ვერდიქტი და იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ კონსტიტუცია დაირღვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში უკვე საქმე გრძელდება პარლამენტში და კენჭი ეყრება ამ ვერდიქტის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებას, ანუ იმპიჩმენტს.
საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადგენს, რომ დაიღო კონსტიტუცია, ამის იქით რა მოხდება, ჩემი აზრით უკვე დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. ეს ისეთი ვერდიქტი არის, კონსტიტუციური პოლიტიკური მათ შორის ვერდიქტი არის პრეზიდენტის მიმართ, პრეზიდენტის რომლის ფიციც იწყება, პირველი სიტყვები ამ ფიცის არის, რომ ის კონსტიტუციას დაიცავს და როდესაც მას კონსტიტუციის უმაღლესი ის ორგანო, რომელიც უმაღლესი ორგანო არის კონსტიტუციის განმარტებისა და არის დამცველი კონსტიტუციის მცველი ორგანო, მას რო ეთქვის, რომ მან დაარღვიეს კონსტიტუცია, შესაბამისად მან დაარღვია თავის ფიცი, ხამის იქით კენჭისყრაში ვინ დაუჭერს მხარს იმპიჩმენტს, ვინ არ დაუჭერს, როგორ იქნება ეს უკვე იმდენად მეასეხარისხოვანი არის ჩემი აზრით, უნდა იყოს ადამიანისთვის, ვინც არის პრეზიდენტი, რომ ფიქრობ, რომ ის ვერდიქტი მისთვის უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება პარლამენტს, მას შემდეგ რაც დადგინდება საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ინაცვლებს, როგორც გითხარით, პარლამენტში და აქ არის კენჭისყრა. ხა რა ვიცი, მე რა თქმა უნდა, მე არ დარწმუნებული ვარ და ეს კიდევაც რომ ამ იმპიჩმენტს ხარს არ დაუჭერენ, მარტივ მიზეზის გამო. ოპოზიციას ეს პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობის თამაში, რადიკალური დღესდღეობის შემოტანა, პოლარიზაციის გაღრმავება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და რომელმაც შეიძლება მე თქვას, რომ ეს ამის შემდეგაც დავარღვევ კონსტიტუციას, ეს არის საუკეთესო საჩუქარი ქართველი რადიკალებისთვის. ეს არის საუკეთესო საჩუქარი ქართველი რადიკალებისთვის. ამიტომაც ვამბობ, ის უცხოელი დიპლომატები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ქალბატონ სალომესაც ხვდებიან ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც და საჯაროდ გამოთქვამენ წუხილს, რომ იქნება იმპიჩმენტი, პირიქით, თუ კი რაიმე ხელს უწყობს დღეს რადიკალიზმ საქართველოში, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და თუ კი ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, დღეს კი ბატონო გვაქვს ერთი თვე პერიოდი, რომელიც ჯერ კიდე რა თქმა უნდა ეს მხოლოდ შეიძლება ასე ვთქვათ საბოლოო ვერდიქტი ამის არ არსებობს, მაგრამ თუ დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს იქნება პირდაპირ საჩუქარი საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ამიტომ დარწმუნებული ვარ, საერთოდ რაც შეეხება შეწყალებას და ზეწოლას, რა თქმა უნდა, ხა ყველაფერს ეცდება ნაციონალური მოძრაობა და დარწმუნებული ამ ბერკეტსაც იყენებენ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ პრეზიდენტზე მიდიოდა და მიდის პირდაპირ ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან შეწყალების გამოყენებაში. ჩვენ ნახეთ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ეს ხო შედეგი პირდაპირ ზეწოლისა. მათ შორის პრეზიდენტი მართალია ამას არ აღიარებს, მაგრამ მან თქვა, რომ ის განმარტების გაკეთებას არ აპირებს ქართული ხალხის წინაშე და შემდეგ აღმოაჩინა, რომ ის თურმე ამ შეწყალებას უთანხმებდა ევროპარლამენტის წევრებს, რომელმაც თავადვე თქვეს, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, რომ პრეზიდენტი იწყალებდა ნიკა გვარამიას, ანუ ქართულმა ხალხმა ეს არ იცოდა და რომელიღაცა ევროპარლამენტის რომელიღაცა წევრმა ეს იცოდა. ეს გადაწყვეტილება მოუწონეს. ხოდა ეს მოწონებამაც აჩვენა, საიდან მოდიოდა საბოლოო ჯამში ზეწოლა, ხომ? და თან ეს მოწონება მოიწონეს ისე, როგორც დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი და დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. დიახ, და საინტერესო არის ის, რომ თავად პრეზიდენტი ამას არ ამბობს. მან განმარტება არ თქვა, რა თქმა უნდა ამას არ ამბობს, იმიტომ რომ იცის მან, რომ იმის თქმა რომ გვარამიის შეწყალება ეს არის დეპოლარიზაციისგან გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ქართული ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ხა შეიძლება რაღაც უცხოელმა შემოგვაყაროს ეს ნაცარი თვალში, მაგრამ პრეზიდენტმა როგორმე იცის ახლა საკუთარი ხალხის განწყობები ალბათ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილის შეცვალებას ხომ არ ელოდებით? უყურეთ ფაქტი რა, ანუ ეს ცხადი ისტორია, რასაც ჩვენ უყურებთ, რომ მიდის ზეწოლა, არა მხოლოდ პრეზიდენტზე, სხვადასხვა შტოებზე მიდის ზეწოლა, ჩვენ ვნახეთ, ამაში ფული არის გადახდილი. ამერიკაში არსებული ეგრეთ წოდებული რუსული კანონის წყალობით გავიგეთ ჩვენ კიდევაც, რომ ფული იხარჯება იმისთვის, რომ მოისყიდონ პოლიტიკოსები, შეუცურონ რეზოლუციის ტექსტები ევროპარლამენტს, ანუ აღმოაჩინეთ, რომ ევროპარლამენტმა რომ მიიღო რეზოლუცია, სადაც ეწერა მიხეილ სააკაშვილს და დაკავშირებით სიტყვები, აღმოაჩინეთ და ამერიკიდან აი ამ რეესტრიდან გავიგეთ, თურმე ეს დაწერა არა იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც დღედაღამე ჩვენს ტელეეკრანებზე ჩანახობენ. ეს თუნდაც დაწერას ამერიკაში, რომელიღაცა ლობისტებმა ჩაიტანეს ბრიუსელში, შეუცურეს ევროპარლამენტს და მიაღებინეს რეზოლუცია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. ცდება ყველანაირად ევროპულ ღირებული და თუ კი რაიმე არის არაევროპული, არის სწორედ ის რეზოლუციის ის ჩანაწერები, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, აბსოლუტური არ ვიცი, უღირსობა ჩადებული აი ამ დამოკიდებულებაში და რა თქმა უნდა ანტიქართული თავისი არსით ეს ჩანაწერები. ამიტომ თავისთავად ეს ზეწოლა დიდი არის და ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება და ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს სწორედ იმპიჩმენტთან დაკავშირებული პოზიცია. კი ბატონო. ბატონო შავა, კონსტიტუციის მიხედვით თუ კი სხვადასხვა მიზეზით პრეზიდენტი ვთქვათ არ ასრულებს მოვალეობას
ფაქტია, რომ ეს უფლებამოსილება გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რა მოხდება იმპიჩმენტის, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა პროცესი შეიძლება წავიდეს იმპიჩმენტის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ გამომდინარე იქიდან, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას უკვე პარლამენტში სჭირდება 100 ხმა და გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ასე ვთქვათ ანალიზით პრეზიდენტის თანამდებობაზე, იმ პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვება, რომელიც არღვევს და აპირებს, რომ შემდეგაც დაარღვევს კონსტიტუცია, პირდაპირ არის რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობა და იქ რამდენიმე სხვა შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ კრიტიკულ მომენტში ყველა ერთიანდება და ერთი გუნდია, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ 100 ხმის მოგროვება შეუძლებელი იქნება. ამიტომ მე გამოვირიცხავ ზოგადად, რომ პოლიტიკურ ნაწილში გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ აქ თავარი ვერდიქტი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ კი იქნება იმპიჩმენტი, ამ შემთხვევაში 45 დღეში ტარდება არჩევნები უკვე ახალი წესით, არა პირდაპირ წესით, არამედ ახალი წესით, 300 პარლამენტის 150 წევრისგან და ასევე აჭარის, აფხაზეთის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიდან დგება კოლეგია, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს, ირჩევს 5 წლის ვადით, ასე რომ ამ ხრივაც თავისთავად არანაირი პრობლემა არ იქნება, ვინაიდან შესაბამისი პროცედურები არსებობს. კი ბატონო. და მაინც ამბობთ, რომ 100 ხმის მოგროვება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, თუმცა თქვენივე თქმით ნაციონალურ მოძრაობაში საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტისას თითი მიეჭირებათ ხილაკზე ყლევას ვამშვიდებ, არავინ არავის გადაბირებას არ აპირებს. ერთი არის გადაბირება, მეორე არის თანამშრომლობა. რა შეიძლება თანამშრომლობის საკითხს? ორი რამე, ერთი კიდევ ერთხელ, ის რომ ასეთი აჟიოტაჟი აქვს კენჭისყრასთან დაკავშირებით ოპოზიციაში, აჩვენებს პირდაპირ რომ აღიარებენ, რომ კენჭისყრამდე ფიქრობენ, რომ მივა საკითხი, ანუ საკონსტიტუციო დარწმუნებული, რომ 100 ხმის მოგროვება გაგიჭირდებათ. კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ არ შედის არანაირად რადიკალური ოპოზიციის ინტერესში, რომ ჩვენ გვყავდეს პრეზიდენტი, რომელიც იცავს კონსტიტუციას, მათ პირიქით აწყობთ, ანუ კენჭისყრის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დღის წესრიგში, თუ კი დადგინდება სასამართლოს მიერ და აღიარებული იქნება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. და სწორედ ეს ინტერესი აქვს, რომ შეინარჩუნონ ის პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას. ბატონ შავა, ნახეთ, შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ფიქრობს ერთგვარად, რომ მმართველ გუნდს არ გაუჭირდება 100 ხმის მოგროვება. თუნდაც ამ ფაქტორის გათვალისწინებით. კიდევ მე თქვი და რაც თქვი ზუსტად ის ვიგულისხმობ, რომ არავინ არაფერს არ ცდილობს, არავინ არავის გადაბირებას არ ცდილობს, არავინ არავისთან მოლაპარაკებას არ ცდილობს. ჩვენთვის და ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა სიტყვის საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო არის კონსტიტუციის მცველი და საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი, ეს არის უმაღლესი ვერდიქტი პრეზიდენტისთვისაც ამ შემთხვევაში კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ამის იქით პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს პოლიტიკური ნაწილი არის. ყველაზე ანუ თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ამის იქით ეს უკვე პირდაპირ კიდევ ერთხელ გახდა კონსტიტუციური განაჩენი, რა თქმა უნდა, საკითხთან დაკავშირებით. კარგით, ბატონ შავა, ნახეთ ამ თემის დასასრულისკენ რომ წავიდეთ, ერთგვარად თქვა შევაჯამოთ. თუ კი შედგა იმპიჩმენტი, საინტერესოა როგორ ფიქრობთ ამ გადასახედიდან რა იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტის თქვა პოლიტიკური ფასი. ერთის მხრივ სამართლებრივი მათ შორის და რამდენად მომგებიანი არის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ მოცემულობაში, როდესაც ვარ სტატუსის მოლოდინის პროცესში, თუნდაც იგივე მმართველი გუნდისთვის. რატომ გეკითხებით ამას? თქვენი ოპონენტები საკმაოდ ხშირად ხას უსვამენ, რომ ამ მოცემულობისთვის ამ მომენტში ეს არ იქნება არც პოლიტიკური დივიდენდის მომტანი და ამავდროულად დააზიანებს სტატუსის მოლოდინის პროცესს. სტატუსის მიღების პროცესი. ხო, აი ზოგადად ისეთ საინტერესო და უცნაური მსჯელობაა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხო ჩვენ გვიყვარს მსჯელობა ასე, რომ თავარი თანამდებობა არ არის. თავარი არ არის, რომ ადამიანი არ უნდა იყოს ჩაწდებული თანამდებობას. საუბრობთ თანამდებობაზე, ხო? ხო არ არის ასე, ხო არ იწყება ჩვენი ქვეყნის ისტორია და ამით ხო არ მთავრდება ჩვენი ქვეყნის ისტორია, ხო? პროცესი ახლა არის ამოვარდნილი კალაპოტიდან. ვინაიდან ჩვენი შეფასებით პრეზიდენტი გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და პრეზიდენტმა სცადა რომ მიეთვისებინა სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილებები. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს კონფლიქტი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი და ამოვარდნილია კალაპოტიდან, კონსტიტუციური კალაპოტიდან მდგომარეობა. და ეს იწვევს სწორედ
ასე ვთქვათ, მღელვარებას, მათ შორის სამართლებრივ და პოლიტიკურ მღელვარებას. ამიტომ ინტერესი არის, რომ პროცესი ჩავსვათ, კვლავ დაუბრუნოთ კალაპოტს და კალაპოტში დაბრუნება ნიშნავს, რომ მათ შორის პრეზიდენტი დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილების ჩარჩოებს. ეს არის და სწორედ კანონის უზენაესობა ჩვენ ხო იმიტომ არ გვაინტერესებს, რომ კანონების მიმართ გარკვეული ფეტიშიზმი გვაქვს, რომ უნდა ახსოვდეს გინდა თუ არა და რაღაცნაირად დღე და ღამე ამაზე ფიქრობთ, რომ ახსოვდეს კანონი. კანონის უზენაესობა იმიტომ არის კარგი, რომ კანონები როცა ირღვევა, მაშინ თავად საზოგადოებაში პროცესები ამოვარდნილია კალაპოტიდან, თუ ეს სისხლისმღერლის კანონები ირღვევა, მაშინ დანაშაულობა იზრდება, თუ კი ეს კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სახის კანონმდებლობა ირღვევა, მართლობის სისტემა არის გარკვეულ კონფლიქტში. და ამ კალაპოტში დაბრუნება არის საზოგადოების ინტერესი, ამიტომ ეს არის სიკეთე. სიკეთე არის დაბრუნება კალაპოტში და არა ის, რომ ამოვარდნილი იყოს. კიდევ ერთხელ ის ვინც ამბობს, რომ დაირღვა, მაგრამ და ასე შემდეგ, მას სინამდვილეში უნდა, რომ ჩვენ საზოგადოებაში იყოს არეულობა, მუდმივი ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს არეულობა, შეუთანხმებლობა და მუდმივი კონფლიქტი. კი ბატონო. ბანუშავა აუცილებლად უნდა გითხოთ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე, ბოლო დროს აქტიური არის ფაქტია მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის მას კანონით ეკრძალება ფაქტობრივად. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ვუყურებთ წინა საარჩევნო კამპანიას. მისი განცხადებები კიდევ უფრო მეტად ხდება დაპირისპირების მიზეზი მისავე დაფუძნებულ პარტიაში, სადაც ისედაც გაყოფილები არიან ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების მხარდამჭერებად. სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე უნდა ველოდოთ პარტიაში ძველი სახეების დაბრუნებას, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის სიმწევრების, რომლებიც ამ პარტიის მისამართით რაღაცა პერიოდის წინ არც თუ ისე კორექტული განცხადებებით გამოირჩეოდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ნაციონალური მოძრაობა დღეს არის ერთ-ერთი მსხვილი პარტია. როგორ ფიქრობთ, რა პროცესები მიმდინარეობს შიგნით, ან რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? წინ გვაქვს 2024 წლის არჩევნები. ჩემი აზრით ოპოზიციის ფლანგში მთლიანად საერთო ჯამში ყველას ეხება ფაქტობრივად. ეს არის პროფანაცია პოლიტიკის სინამდვილეში რაც ხდება. იქ პოლიტიკა უკვე აღარ არის. მათ შორის პერსონების და პერსონაჟების დონეზე ეს არის აბსოლუტური პროფანაცია. იუმორისტულ გადაცემას დაემსგავსა ჩვენი ოპოზიცია სამწუხაროდ. ეს მართლა სამწუხაროა, იმიტომ რომ ხალხს ფაქტობრივად თავადვე მოუსწეს არჩევანი. იმიტომ რომ ხმის მიცემა დღევანდელი ოპოზიციისთვის, ეს არის უბრალოდ პირდაპირ აღიარება, რომ ხმას აძლევ შენი ქვეყნის წინააღმდეგ. აძლევ ხმას არეულობას, აძლევ ხმას, რომ გატარდეს არა შენი როგორც ამომრჩევლის ინტერესი, არამედ გატარდეს სხვების ინტერესები, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან ნაკარნახევი ინტერესები. ამას ხო პირდაპირ აკეთებს ჩვენი ოპოზიცია. დგანან ჩამოკიდებული არიან რა სიტყვის ესა თუ ის უცხოელი პოლიტიკოსი. არანაირი თვით საკუთარი ინიციატივა არ გააჩნია. თემებსაც შეხედოთ, ხო? რა თემები აქვს ძირითადად არის ისე სააკაშვილი, რუსეთი, სააკაშვილი. ამას ვერ ცდებიან, უბრალოდ წლები არის. მე ხანდახან მიკვირს, რომ რამდენად ადამიანურად როგორ უძლებენ საერთოდ ამდენ ბოღმას, რომელსაც ის აგროვებენ და შემდეგ აფრქვენ. ანუ ერთადერთი პოლიტიკა, რაც მათ აქვს, ეს არის ბოღმის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებენ. ამიტომ სერიოზულადაც კი ვეღარ ვაფასებ სამწუხაროდ მათ ქმედებებს. ეს ერთიანი ორგანიზმი, რომელიც ესე საცეცებივით მოდებული არის მთლიან ოპოზიციას, გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფილოსოფიას, რომელიც დაამკვიდრა, ასე ვთქვათ, საკუთარ მიმდევრებში, რომელიც მოდებულია და უბრალოდ აქედან არაფერი არ გამოვა. საქმე იმაში არის, თვითონაც ვერ ხვდებიან, ამ ხელა კატასტროფაში არიან. ერთადერთი რასაც ისინი აღწევენ, არის ხოლმე ის, რომ შფოთი შემოიტანონ საზოგადოებაში და ესეც ხედავთ, რომ ერთდღიანი, ორდღიანი შფოთია, რომელიც მათ შემოაქვთ, ეს ჩაივლის, მაგრამ ის ნაიავები შემდეგ ამ საზოგადოებას რჩება მაინც ის უსიამოვნო ემოციები, ის ბოღმის გარკვეული და გესლის თესლები, რომელსაც ისინი საზოგადოებაში აფრქვენ, ეს ყველაფერი რჩება, რა თქმა უნდა, განწყობაზე მოქმედებს საზოგადოების, მაგრამ საბოლოო ჯამში რაიმე ბოროტ შედეგს ვერ აღწევენ. ეს არის ერთ-ერთი რაც არის მთავარი გასახარი, მაგრამ საერთო ჯამში ეს ერთი ქოლგა თან მე ეს გადანაწილება, გადმონაწილება მუდმივი მესამე ძალის ძახილი, ანუ ჯერ მესამე ძალა რა შუაშია საერთოდ თუ არის რამე ძალა თქვი რომ ვარ ძალა, რატო მესამე და 23, ხომ? ანუ ჩვენება თითქოს რომ არსებობს ორი პოლუსი და ვიღაც არის შუაში და ახლა ლელოსგან დაანონსებული ექსტრემალი ნაცების გაერთიანება ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას ჩათვლით. ამაზე მეტი
ნაციონალური მოძრაობა, ვიდრე დღეს ლელო არის, მე მგონი თავად ნაციონალური მოძრაობაც არ არის. შეხედეთ, ვინ არიან მათი აქტიური წევრები და ლიდერები და ეს არის ნაციონალური მოძრაობა აყვანილი კუბში. ყველაზე ექსტრემალი ნაციონალები, ხა სურაჯ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია ცნობილი არიან იმით, რომ ჩვეულებრივი რადიკალები არიან, რომელიც სამწუხაროდ მათ შორის უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც ხედავთ, ხომ? ამიტომ მე რაიმე სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, ერთადერთი ჩვენი ამოცანა არის, რომ მოდის საარჩევნო წელი და მთავარი ამოცანა სამწუხაროდ ეს არის მთელი პარადოქსი ჩვენი პოლიტიკის, რომ მთავარი ამოცანა რაც გვაქვს ჩვენ არის, რომ არ დაუშვათ, რომ მოხდეს რადიკალიზაცია პროცესების. უკვე აღარავინ აღარ საუბრობს იმაზე, საარჩევნო პროგრამა იქნება თუ არ იქნება ნაციონალური მოძრაობის მთლიან ამ ფლანგს. არანაირი პროგრამა არ იქნება გასაგებია, ხომ? მათი პროგრამა იქნება ადამიანის ნერვებზე თამაში და ყოველდღიური მცდელობა რო არიან სიტუაცია. აუცილებლად უნდა გკითხოთ კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ როცა ოპოზიციური პარტიები წინა საარჩევნო პერიოდში მოკავშირეების ძიებაში არიან ამ პროცესში, ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა საქართველოს ევროპული ორბიტა დააფუძნა და თქვენ ესეთი რამ განაცხადეთ, რომ ციტატა ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი პლატფორმის დაფუძნება ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის მცდელობაა, რათა უცხოური დაფინანსება მიიღოს, ეს არის ჩვეულებრივი პარტია. როგორ ფიქრობთ მაშინ, ვინ შეიძლება დებდეს ფსონს ყოფილ სახალხო დამცველზე, ან რა შანსი აქვს 2024 წლის არჩევნებში და რატომ ნინო ლომჯარია? ფიქრობ მისმა ამ ყალბმა ნარატივმა რომ ის რაღაც საზოგადოებრივ ორგანიზაციას ქმნის, ზუსტად ერთი დღე გაძლო, ხომ? მეორე დღიდანვე აღიარა რომ რა თქმა უნდა პოლიტიკა და ფიქრობს პოლიტიკაზე და აბა იქნება და არ იქნება. რა თქმა უნდა ეხლა პირდაპირ ხელის გულზედებს რომ ეს არის პარტია, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული პარტია. ეს არის მთელი სიყალბე ხო ამ ყველაფერში. სხვა რამე კი არ არის ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია, რეალურად ეს არის პოლიტიკა და ასე ვთქვათ საზოგადოებას ატყუებს და ეუბნება რომ თითქოს ეს არის რაღაც მიუკერძოებელი, დამკვირვებელი და ასე შემდეგ. და უკვე რომ ამ ყალბის სქემით ხდება კანონის დარღვევა გვერდისაული, ესეც გამოჩნდა, მან თქვა კიდევაც, რომ მას აფინანსებს სოროსის ფონდი და სოროსის ფონდი შეგახსენებთ, რომ მისმა ხელმძღვანელმა სულ ახლახანს იცით კონფერენცია ტარდებოდა თბილისში, მაკენის და სხვა ინსტიტუტების დაფინანსებით, სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა ერთ-ერთი დისკუსიის დროს მან პირდაპირ განაცხადა, რომ მისი სურვილი არის ხელისუფლების შეცვლა. ეს ხო სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც შემდეგ აფინანსებს არჩევნების დამოუკიდებელ დამკვირვებლებს თავის თავსაც წარმოაჩენს არჩევნების დამკვირვებლად და შემდეგ არის ხოლმე ხელმომწერი ერთობლივი განცხადებებისა, როგორია საარჩევნო გარემო, რა ხდება და როგორ ხდება. და თავად ეს ფონდი მისი ხელმძღვანელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი სურვილი არის ხელისუფლების შეცვლა. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მიზანი, რომელიც აქვს ამ ფონდს და რა თქმა უნდა ეს ფულიც არის პოლიტიკური, რომელიც იდება პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პოლიტიკური თანამოაზრე და პოლიტიკური მხარდაჭერა ამიტომაც იდება, რომ ამიტომაც არის ფინანსური მხარდაჭერა მის მიმართ, რომ ის არის არა რაიმე მიუკერძოებელი იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ ის არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა ამ პიარული ხრიკით, რომ ჯერ თავი წარმოგვაჩინოს საზოგადოებრივ ორგანიზაციად, მათ შორის ჩაითრიოს მასში ვინმე ცნობადი სახეები, რომ თითქოს ეს არის რაღაცა მოძრაობა და ბოლოს შემდეგ გაიხადოს ცხვრის ქურქი და მისგან წარმოდგეს პოლიტიკური პარტიის სახით რაღაც ორგანიზაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს სიყალბე საერთო ჯამში ასე ვიტყოდი, ჩვენ მომავალ წელს არჩევნებში გვექნება ერთი რამე. სამხარეს იქნება სიყალბე ოპოზიციის სახით, რომელიც აი ეს ბოლო მათ შორის პანდემიიდან მოყოლებული, განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა რამდენად ყალბები იყვნენ ისინი, როდესაც პანდემიის დროსაც კი საკუთარ ქვეყანას ებრძოდნენ, ურტყავდნენ, ცდილობდნენ ყველანაირად შერყევას. მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, აი ამ ყველაფერში ხედავთ რომ რამდენად ყალბები იყვნენ ისინი. ამიტომ მომავალი არჩევნები სწორედ ეს იქნება, სამხარეს იქნება სიყალბე ოპოზიციის სახით და მეორე მხარეს იქნება ის სიმართლე, რომელიც ქართულ ოცნებას ყოველთვის აძლიერებდა და ამას ატყობს ხომ საზოგადოება. როგორ არცადეს, რა ვიცი, რამდენი დეзинფორმაციით, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ძირის გამოთხრა ხელისუფლებისთვის, მაგრამ არ გამოდის ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ სიმართლე როცა არის შენ მხარეს, ეს სიმართლე ნელა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იმარჯვებს.
დეზინფორმაციასთან დაკავშირებითაც აუცილებლად კითხავთ აუცილებლად და მოგვიანებით, თუმცა მანამდე აუცილებლად მეკითხოთ კიდევ ერთხელ მაინტერესებს დეტალურად, უფრო ვრცლად და უფრო ცხადად რომ მკითხავთ, ვინ შეიძლება იყოს ნინო ლომჯარიას მოკავშირეები, როგორ ფიქრობთ, აი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფმა მაგალითად გუშინ განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინეს. ის მოიაზრებთ კიდევ. სხვა შორის საინტერესოა ეს ჯგუფი ანაფოტიგა არის პრინციპში ვინც ეს წარდგინება გააკეთა. რამდენიმე დღეს წინ იყო ნამდვილად. ხო, ეს ადამიანი, რომელიც თავს საქართველოს მეგობარს უწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ისიც არის ის სახაროვი, რას ნიშნავს ქართველებისთვის და რამდენად შეიძლება ეს სასიამოვნო იყოს საერთოდ ქართველებისთვის, რომ ისინი წარდგენილი იყვნენ იმ ადამიანის სახელობის პრიზზე, რომელსაც ჩვენ პატარა იმპერია გვიწოდა და რომელიც მათ შორის იყო იდეოლოგი იმის რომ აფხაზეთი და ცხინვალი უნდა გამოყოფილიყო საქართველოს. აი ამ ადამიანის სახელობის პრიზზე წარგვადგენ ადამიანი რომელსაც ამითაც აჩვენებს რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საქართველოს. მისთვის საქართველო არის მიხეილ სააკაშვილი, აქ ჩამოსვლა რაღაც სასიამოვნო დროს გატარება ალბათ მის დროს და აი ეს არის მთელი მისთვის ეს საქართველო. სამწუხაროდ არის ასეთი ზოგიერთი ასეთი ევროპელის ხელში არის ხანდახან საქართველოს ბედი, რომელსაც იმდენის კი არიციან, რომ ეს რას ნიშნავს საქართველოს და აღარ ვიტყვი არაფერს თავად მეორე ნომინანტზე, რომელიც ქართველი კი არის და საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ არც მას არ ქონია თურმე წარმოდგენა რას ნიშნავს სახაროვი ქართულ კონტექსტშია. და ეს ძალიან კარგად აჩვენებს საერთოდ ჯამში, იმიტომაც გაუხარდა ხალბატონ ნინოს ეს წარდგენა, რომელიც ქართული კონტექსტით არ ამჟელობს ამ საკითხებზე. მისთვის გასახარია, იმიტომ ეს ყველაფერს ხედავს მხოლოდ ცხვის სათვალეებით და არა ქართული გადმოსახედიდან. ამიტომ აქ ვინ იქნება მოკავშირე, ამას მე მგონი დიდი საუბარი და განხილვა არ ჭირდება. ფლანგზე არის მხოლოდ ერთი ძალა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, მისი შიდა და გარე მოკავშირეები და მე მგონი კარგად გამოჩნდა, ფურცლზე ჩამოიწერება ალბათ 40-50 ადამიანი ქვეყნის გარეთ გულისხმობდნენ, რომელიც ერთი და იგივე სახეები უკვე ნელ-ნელა მობეზდა ჩვენ მაყურებელსაც. ხო, ხედავთ ერთი და იგივე სახეებს, რომლებიც გამოჩნდებიან ხოლმე ხანდახან იმისთვის, რომ კიდევ რაღაცა შფოთი დათესონ საზოგადოებაში, რომლებიც არიან წრე იმ სინდიკატის ნაწილი, ასე ვთქვათ, თუ ქსელის ნაწილი, რომელიც ნაწილიც არის მიხეილ სააკაშვილი. ხა ესეც არ არის, რომ ვინმე მიხეილ სააკაშვილის ისეთი ბავშვობის მეგობარია და ისე გადამულები არიან, რომ მასზე არიან რაღაცნაირად გადაფოფრებული. ეს არის იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის თავად ნაწილი იმ ქსელისა, რომელიც აი ესეთ საკითხებს აკეთებს. როგორ შევაცუროთ ევროპარლამენტში რეზოლუცია, როგორ ვაიძულოთ რომ რომელიღაცა ქვეყნის ლიდერმა და ნახეთ ჩვენ სამწუხაროდ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა პირდაპირ განაცხადეს დეზინფორმაცია რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ხო მის ჯანმრთელობას თითქოს მიდის მისი წამება. ხა არსებობს ძალები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ამაზე გავლენა იქონიონ, რომ ამა თუ იმ ლიდერმა რაღაც განცხადება გააკეთონ, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არის აბსოლუტურად ანტიქართული. აი ამ ანტიქართულ განცხადებებისთვის რომ ასე ვთქვათ ირჯება მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები, მე მგონი ესეც აჩვენებს თუ რა ხასიათის ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ბატონ შალვა, რამდენჯერმე ახსენეთ დეზინფორმაცია და უნდა გკითხოთ ამჯერად კიდევ ერთ დეზინფორმაციაზე. ამ შემთხვევაში გულისხმობ თითქოს შტატების სახელმწიფო მდივანს ქართულმა მხარემ 2021 წელს საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნაზე უარი უთხრა ამ ინფორმაციას. ამ განცხადებას უკვე მოვისმინეთ თქვენი შეფასება, თუმცა მოგვიანებით ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ასევე მოვისმინეთ იმ ტიპის განცხადება, რომ საელჩო არის დიპლომატიური წარმომადგენლობა და საელჩო სხვა ტიპის განცხადებას ვერც და არც გააკეთებდა და ამ განცხადების ავტორს რაც შეეხება ლიკა ბასილაიას, მან რამ განაცხადა, რომ განმარტარა და თქვა, რომ რაც მან თქვა იყო სიმართლე და საელჩოს განცხადება არ ეწინააღმდეგებოდა მის განცხადებას. როგორ ფიქრობთ, მაინტერესებს თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რას შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვანს ქვეყნის უსაფრთხოებას. დიახ, და ძალიან ფაქის და ამ ვითარებაში ძალიან საფრთხილო საკითხებს საერთოდ და ამ საკითხებზე როცა ხდება სპეკულირება, დეზინფორმაცია, ან თუნდაც შეიძლება ადამიანი ცდებოდეს ინფორმაციას ავრცელებდეს, მაგრამ შემდეგ რომ არის განმარტება, მაინც გაჯიუტება ამაში. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ადამიანი შეიძლება ვერაცნობიერებს
საერთოდ რას ნიშნავს ეს ქართულ კონტექსტში ასეთი ტიპის დეზინფორმაციების გასაცემ, მათ შორის ამერიკისთვისაც ეს დეზინფორმაციული დარტყმა იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკისთვისაც იყო. ამასაც მე მგონი ვერაცნობიერებს ეს ადამიანი. ფიქრობთ რომ ვერაცნობიერებს და შეცდომებია შეცდომა დაშვება. იმედი მაქვს, თორემ სხვა შემთხვევაში ზოგადად თავად ის ფაქტი რომ ხა ვიმყოფებით საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს ადამიანი გახდა საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდის წევრი, რომელიც ოპოზიციამ აირჩია. და ესეც აჩვენებს კიდე ერთხელ რომ ოპოზიციას როცა არის საუბარი რომ ჩართულობა ოპოზიციის ამა თუ იმ თანამდებობაზე ადამიანების გამწესების ჩართულობა კი არა მათ ხელში როცა იყო ჩვენი ჩართულობის გარეშე გამწესება ადამიანის ბორჩი ვნახეთ რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის მედიის სამეთვალყურო საბჭოში განამწესეს ადამიანი რომელიც არათუ რაიმე სტანდარტებზე შეიძლება იზრუნოს თავად არის წყარო დეზინფორმაციის ანტიქართული პროპაგანდის ამ შემთხვევაში და შემდეგ მას შემდეგ რაც ეს დეზინფორმაცია ხილებული იყო ყველას მხრიდან მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოეხმარო რომ ამ საკითხს იმდენი სტანდარტი და ეთიკაც არ ყოფნის და თქვას რომ შეიძლება არასწორად გაიგოს შეიძლება რაღაცა შეეშალა. კი ბატონო, იცით რომ ბატონო შალვა ნახეთ სპეკულაციებისთვის ადგილი რომ არ დაავტოვოთ თქვენ რა თქმა უნდა ამის შესახებ დეტალურად ხართ ინფორმირებული, თუმცა მაყურებლისთვის და მაყურებლის ინფორმირებისთვის აუცილებლად უნდა ვთქვა რომ არავითარი კავშირი პირველ არხს ამ განცხადებასთან არ აქვს. სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრის განცხადება არ გამოხატავს არც არხის და არც ბორდის პოზიციას. ბორდის პოზიციას გამოხატავს სხდომაზე, მხოლოდ სხდომაზე წევრთა უმრავლესობით კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს წევრთა ცალკეული მით უფრო პოლიტიკური განცხადებები არ არის არის მხოლოდ ამ განცხადების ავტორის პასუხისმგებლობა. ასევე აღსანიშნავია რომ მაუწყებელში მოქმედებს ქცევის კოდექსი, რომელიც გვავალდებულებს ჟურნალისტებს ვიყოთ პოლიტიკურად ნეიტრალურები, თუმცა ეს ქცევის კოდექსი ფაქტია ისიც რომ არ ვრცელდება სამეურვეო საბჭოს წევრებზე. ასე რომ ბორჩი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი ლიკა ბასილაიას მიერ გაკეთებული განცხადება და აი ამ განცხადებაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ თავად ლიკა ბასილაია. ბატონ შალვა, რაც შეეხება ჩვენს თემებს, აუცილებლად მინდა რომ ვკითხოთ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ოქტომბერში ველოდებით შეფასებას და წლის ბოლოს უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი მოლოდინი როგორია ამ ეტაპზე. ამ ტიპის განცხადებების გაკეთა რომ იყოს შეცდომა, ის რომ ჩვენ არ მოგცეს სტატუსი. ელოდებით თუ არა ვთქვათ აი ამ ტიპის ამ შეცდომის გამოსწორებას. თავისთავად იმედი მაქვს, სხვა შორის თორსე გუშინში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც თავად ევროკავშირმა ჩაატარა აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში და ეხება საზოგადოების კვლევას და ამოკიდებულებას ევროკავშირის მიმართ, ცოდნას ევროკავშირის ინსტიტუტების და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი საკითხი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა საქართველოს მოსახლეობაში შარშანდათა შეშა ბოლო 1 წლის განმავლობაში შემცირებულია 11%. და ვფიქრობ ეს არის სწორედ ასახვა იმ იმედგაცრუებისა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აქვს ევროკავშირის მიმართ, იმის გამო რომ შარშან ივნისში ჩვენ ნახეთ ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. შარშან ივნისში სინამდვილეში სამეო ქვეყანასთან დაკავშირებით ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინასთან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას როგორც ომში მყოფ ქვეყანას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მოლდოვასთან როგორც ომის საზღვართან მყოფ ქვეყანას და ასევე საქართველოსთან დაკავშირებითაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არც ერთი ქვეყნის მიმართ ეს დამსახურებაზე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ ეს იყო მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება შარშან. ამან აჩვენა რომ საქართველოს საზოგადოებამაც ამან გამოიწვია იმედგაცრუება და ამიტომაც არის ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა შემცირებულია ჩვენთან 11%-ით და ეს ძალიან საგანგაშო არის ამ მხრივ და ამიტომაც მე იმედი მაქვს რომ ევროკავშირი ამ შეცდომას გამოასწორებს. დღეს საკითხი და სასწორზე დგას ევროკავშირის თავად ევროკავშირის სანდოობა და დამაჯერებლობა ამ გადაწყვეტილებით. თავად ევროკავშირმა ქართულ ხალხს უნდა დაანახოს, რომ ის დამაჯერებელია და სანდოა
ქართული ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში. ეს ინტეგრაცია დაახლოება ევროკავშირთან ხوارდაწყებულა შარშან ამ ასე ვთქვათ რბოლით კანდიდატის სტატუსისთვის. ხომ ჩვენ წლებია გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ჩვენ ვართ ლიდერი როგორც ასოცირებულ ტრიოში, ისევე ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და აი ამ ყველაფრით, აი ამ ისტორიით, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ გამოიარა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მათ შორის იმ ჩართულობით და იმ წვლილით, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის, იქნებოდა ეს ევროკავშირის ფარგლებში თუ ნატოს ფარგლებში, იქნებოდა ეს ავღანეთი სამხრეთ, იქნებოდა ეს ავღანეთი თუ მალი თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სადაც ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მოწინავე მონაწილე ამ პროცესებისა, აი ამ ყველაფერზე ველოდით ჩვენ, აი ამის აწონით უნდა მიიღო შარშან ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური იყო შარშან სამი ქვეყანასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მაშინ ეს აწონეს, როგორც ჩვენი ავღანეთში დაღულის სისხლი, ისე მალიში მონაწილეობა, ცენტრალურ აფრიკაში მონაწილეობა, შარშან აწონეს, რომ ჩვენ 10 თავით უსწრებთ უკრაინასაც და მოლდოვასაც, როგორც ანტიკორუფციული ღონისძიებით, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერით, ისე ეკონომიკური მაჩვენებლებით, მათ შორის აი ეხლაც დღესაც ხომ, ეს აწონეს და რატომღაც მიიღეს გადაწყვეტილება ნეგატიური საქართველოსთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად უსამართლო და დაუმსახურებელი. ამიტომ დღეს და საქართველოს იმ 12 რეკომენდაციის მიღების შემდეგ არათუ რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ პერიოდში, თითითიც არ დაედო საქართველოს დღესაც მაინც ლიდერი არის უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ყველა პარამეტრებთან დაკავშირებით. ასე რომ აქ საუბარი იმ დეტალებში ჩასვლა და ხანდახანდა საბაბების ძებნა, პოლარიზაცია შემცირდა თუ არ შემცირდა, მაშინ როდესაც სამწუხაროდ ევროპული ფონდები თავად აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში, მაგალითად დროას პირდაპირ აფინანსებენ ევროპელი მოქალაქეების ფულით, ევროპის დემოკრატიის ფონდი, თან ფარულად და თან ამ ყალბი სქემების გამოყენებით, რასაც ქვია ყალბი NGO-ები, აი როდესაც ევროპული ფული მიედინება საქართველოში რადიკალიზმის წახალისებაში და ამის საწინააღმდეგო სამწუხაროდ არაფერს აკეთებენ ევროპელი ბიუროკრატები, მიუხედავად იმისა, რომ მეც პირადად მქონდა არაერთხელ ამაზე საუბარი სხვადასხვა წარმომადგენელთან, აქ მე საბაბების მოძიება პოლარიზაციაში, რა თქმა უნდა, არ არის კეთილსინდისწრებით დამოკიდებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ამ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება მომავალ გადაწყვეტილებას ევროკავშირისა, სასწორზე დებს ევროკავშირის დამაჯერებლობა ქართველი ხალხის მიმართ მისი დამოკიდებულების საკითხში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა, სამწუხაროდ ამოიწურა დრო, საკითხი ძალიან ბევრი დაგვრჩა განსახილველი, სამომავლოდ გადავდოთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუა.